დასავლეთს მე ახლა არავის კი არ ვამართლებ. პირიქით მე მიმაჩნია რომ დასავლეთი არის უხერხემლო, სრულიად უხერხემლო და უკრაინის ომმა დაგვანახა დასავლეთის ეს უხერხემლობა. ის რომ უკანაიდან გადარჩა არავის დამსახურება არ არის გარდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის არმიისა. თორე ესენი ჩააბარებდნენ რუსეთს, მშვიდად დაივიწყებდნენ ერთ კვირაში, მართლა პუტინს რომ ერთ კვირაში აეღო კიევი ან სამ დღეში, მშვიდად ერთ თვეში დაივიწყებდნენ ყველაფერს. გახარებულები რომ არ ჭირდებათ არც ემბარგოს გაკეთება რუსეთისთვის და ისევ ძველებურად შეუძლიათ ნავთობის და გაზის ყიდვა პუტინისგან. ისევე გააკეთებდნენ როგორც ჩვენ გაგვიკეთეს 2008 წლის ომის მერე. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ზუსტად იგივეს გაიმეორებდნენ. მაგრამ სიტუაცია არის ესეთი, რომ დასავლეთს აქვს გადასაწყვეტი ორი ურთიერთგამომრიცხავი ამოცანა. ლოგიკურად რო შევხედოთ. ერთის მხრივ ყველა ჭკვიანი პოლიტიკოს დასავლეთში მარტო მე და შენ ხო არ გვესმის ეს საკითხი, ხო? ყველა ჭკვიანი პოლიტიკოს ესმის მშვენივრად რომ რუსეთი უნდა დაიშალოს. ხო? ერთის მხრივ. და მეორეს მხრივ წარმოიდგინე სიტუაცია, როდესაც რუსეთი იშლება და ჩინეთის ჯარები იკავებენ ციმბირს, ურალამდე. ჩინეთის მოსახლეობა, მისი ტექნოლოგიები და მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპიტალიზაცია. რუსეთი არაფერს არ წარმოადგენს ციმბირის გარეშე. იმიტომ რუსეთის კაპიტალიზაცია ეს არის სწორედ ციმბირში, კი ურალს იქით, კი ბატონო. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რუსეთი დაიშალა უკონტროლოდ, ჩინეთმა ჯარები დაძრა, სხვათა შორის არ ვიცი იცი თუ არა შენ, რომ ჩინეთი ეხლა არ ვიცი ბოლო წლებში როგორ არის, მაგრამ წლების განმავლობაში ჩინეთის არმია ატარებდა სამხედრო წვრთნებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შესვლა და 2000 კილომეტრი წინ წაწევაზე და ყოველთვის ეს წვრთნები ტარდებოდა ზამთარში. ეხლა დაგისვავ უცნაურ კითხვას. დამისახელეს სახელმწიფო ჩინეთის გვერდზე, რომელსაც ამხელა ტერიტორია აქვს და თან დიდი ზამთარი აქვს. ხო? ჩინეთი არ გეგმავს თავის პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი წლით და ორი წლით. ჩინეთი ეს ის გოლიათია, რომელიც მდინარისპირა ზის და თუ დაჭირდება იმ დღესაც დაელოდება, როდესაც მისი მტრის გვამს ჩამოატარებს მდინარე. ეგენი აწლეულობით, ასწლეულებით გეგმავენ რაღაცას. აი ხა წარმოვიდგინოთ სიტუაცია. რუსეთი დაიშალა უკონტროლოდ, იქ არეულობა, სისხლისღვრა სამოქალაქო ომია, ჩინეთმა ამით ისარგებლა, შეიყვანა თავისი ჯარები და გავიდა ურალამდე. და შეინარჩუნა ეს ყველაფერი. ჩინეთის ტექნოლოგიები და მოსახლეობის რაოდენობა და ურალის სიმდიდრე. დამთავრდა მსოფლიო ეკონომიკა გათავებულია იმ დღეს. იმიტომ რომ ვერც შეერთებული შტატები ევროპასთან ერთად უკვე ვეღარ დაუპირისპირდება თავისი ეკონომიკური და სამხედრო სიმძლავრით ჩინეთს ამ სიტუაციაში. მე არავის არ ვამართლებ, უბრალოდ შევეცადე ჩვენი მსმენელისთვის დამენახვებია ის პრობლემა, რომელიც არის დასავლეთის წინაშე. კარგი, ლევან, კიდევ ერთი კითხვა აქვს შესაბამისად. მოდი შევთანხმდეთ, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ. სხვათაშორის არც თუ წარმატებული ის კი გრძელდება, მაგრამ მისი პირველი ფაზა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბევრი სამხედრო პირი და სამხედრო ობიექტი და სტრატეგიული ობიექტი გაუდადგურა ირანს, ამის მიუხედავად ჩვენ ვერ ვიტყვით დაბეჯითებით, რომ შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიულ პირვანდელ ამოცანებს მიაღწია, რომლებიც პრინციპში როგორი იყო, კიდევ გასარკმელია, ანუ ეს იყო რეჟიმ ჩეინჯის, ეს იყო ორმუზის სრუტის და მხოლოდ ორმუზის სრუტის გაკონტროლების ვერც ეს მიაღწია და ვერც მეორეს. რეჟიმ ჩეინჯს მით უმეტეს ვერ მიაღწია და პირიქით, ვინც ის და მიიღო ამ ირანის გუშაკთა კორპუსის სახით, გაამებული ტიპების სახით, კიდევ უფრო დიდი მოწინააღმდეგე, იმიტომ კი არა რომ მე მივტირი ახლა აიათოლა ალი ხამენეის, რასაკვირველია არა. იმიტომ კი არა რომ ნორმალური მგონია მისი შვილი არ გამოჩენილი ჯერ და როგორ გამოჩნდება მოჩთაბა ხამენეი, რასაკვირველია არა. ფლატგიჟი მგონია, მაგრამ ვერ მიაღწია ფაქტი, მაგრამ სხვა რამეს გეკითხები. არის თუ არა ეს ერთი ომის ორი
გოლი. და აქ უფრო კონკრეტიზაცია თუ არის აუცილებელი, მე გაგახსენებ დაახლოებით 10 დღის წინანდელ ინციდენტს კასპიის ზღვაში მომხდარს, როდესაც უკრაინამ დაბომბა ირანის ავტოტანკერი. რაზეც ირანმა თქვა, რომ მე დავიწყებ უბს, მე იქით შევუტებ. უკრაინას 1700-1900 კილომეტრზეა ლაპარაკი დაახლოებით ბალისტიკური რაკეტების შეტევის შემთხვევაში, რაზეც აზერბაიჯანმა წარმოიდგინე თქვა, რომ ეს ჩემთან ახლოს საზღვრიდან უნდა მოხდესო და მე ამას არ დავუშვებო, აზერბაიჯანი ვინმეს გონია რომ პატარა მოთამაშეა, მაგრამ პატარა მოთამაშე არ არის კავკასიის რეგიონში. თურქეთი უდგას უკან და იმიტომ. ან თურქეთი დგას მის უკან, აქ არის უკვე თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები, მოკლედ ამბავია დიდი. კარგია რომ ეხა ეს არ გადაიზარდა ამგვარ დაპირისპირებაში, მაგრამ მე არ გამოვიწყავ. არის თუ არა ეს ბოროტების ღერძების და სამი ღერძი ჩამოვასახელოთ, თუ გინდა ჩრდილოეთ კორეა მივაბად, მაგრამ ის მერე განვიხილოთ, თუ გინდა ან არ განვიხილოთ საერთოდ. ჩინეთის, ირანისა და რუსეთის არა შესაძლოა არა განადგურების, მაგრამ დასუსტების ოპერაცია. და რამდენად აუცილებელია ერთობა შტატებში ნახსენე, შტატებისა და ევროპისა, არაადეკვატური ევროპისა და ამერიკისთვის არაადეკვატური ევროპისა, ესე ტრამპის ამერიკისთვის არაადეკვატური ევროპა. რომ ეს ოპერაცია თუ ამას ოპერაცია ჰქვია, ხო, იყოს წარმატებული. აი ამ ერთობასაც ვერ ხედავ. და ესეც გაბნევს, ხო, რიგით დამკვირვებელს. ოღონდ როგორი რამეა, შენ ფაქტიურად ორი კითხვა დასვი შევეცდები ორივეზე გავცე პასუხი. პირველი, თუ სტრატეგიულად განვიხილავთ იმ მოვლენებს, იმ ომებს, რომლებიც ეხლა სოფლიოში ხდება, ერთადერთი ბენეფიციარი ამ სიტუაციებისა არის ჩინეთი. ერთადერთი. იმიტომ რომ ამ ომში ჩინეთი ყიდის ტექნიკას და დეტალებს უკრაინასაც და რუსეთსაც. ჩვენ შეგვიძლია ფაქტიურად რუსეთიც და ირანიც განვიხილოთ, რომ ჩრდილოეთ კორეა თავისთავად როგორც ჩინეთის პროქსი ძალები. ჩინეთი ძლიერდება ამ სიტუაციაში ეკონომიურად, ჩინეთი ძლიერდება პოლიტიკურად, მისი გავლენა იზრდება და ამ დროს ჩინეთს ეს ფაქტიურად არაფერი არ უჯდება, მეტიც როგორც თქვით, ფულს აკეთებს ამას. ესე იგი, ჩინეთმა თუ ეს ჩინელმა პოლიტიკოსებმა დაალაგეს გენიალურად გამოდის. იმიტომ რომ მათი ეკონომიკა ძლიერდება, მათი პოლიტიკური გავლენა ძლიერდება და ეს არათუ რამაღაც უჯდებათ, პირიქით ფულს აკეთებენ ამას. რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? ცხადია რა უნდა გააკეთოს, უნდა გაერთიანდეს, მაგრამ დღესდღეობით ის ქმედებები, რომელსაც აკეთებს ტრამპი, არ არის განსაზღვრული ერთიანობაზე. იმიტომ რომ ტრამპს მიაჩნია, რომ ყველაფერი შეუძლია შეერთებულმა შტატებმა თავის გაკაჩოს და დანარჩენები ვალდებულები არიან რომ გარკვეული აი იგივე ახლო აღმოსავლეთის ირანის კონტექსტში, ხო? გარკვეული სიმართლეები მას აქვს. გავაკრიტიკოთ თუ გინდა, მაგრამ მაგალითად ის რომ ესპანეთი განსაკუთრებით და ზოგადად ევროპის კონტინენტი მიუხედავად იმისა, რომ ირანი არ დასხმია თავს იქით ნატოს წევრ სახელმწიფო შეერთებულ შტატებს, ტრამპს ჰქონდა თავდაპირველად მოლოდინი, რომ გემებს მიაყენებდა ბრიტანეთი. ხო, გემებს მიაყენებდა საფრანგეთი. უფრო აქტიურად იქნებოდა ჩართული ევროპის კონტინენტი. ამათმა ხელთათმანიანობა არ შეეს. იცით რა, თითქოს არ იყოს პრობლემა ირანისა. არა და ეს პრობლემა თუ არის ირანის პრობლემა, ბირთვული პროგრამას გულისხმობ. შეერთებულ შტატებსაც ემუქრება რასაკვირველია, მაგრამ ვიდრე შეერთებულ შტატებამდე ჩავა ბირთვული კომბინი თუ ბირთვული ბომბი, პარიზი აღარ იქნება ამას. ტეირანი აცხადებდა, ეს ჩემი ყურით მაქვს მოსმილი, ეს ჩემი თვალით მაქვს საკითხული. ასე რომ ევროპაც ცოტა ადეკვატური უნდა ყოფილიყო, ჩემი მოკლე, თქვი, ჩემი აზრით. გრენლანდიასაც ჩამუთავ ამ კითხვაში.
არასწორია ტრამპი. მოდი ასე ვთქვათ. როგორც შეიძლება დანიის, კუნძული, გრენლანდიის თან უზარმაზარის, ხო? ასე თათის დადება, მაგრამ იმ ლოგიკას თუ გავყვებით, რომელსაც არბიტრებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომ ხალხო იქ ჩინელები შედიან, იმ სასარგებლო წიაღისეულს, რომელიც გრენლანდიაში არის, ხო? ჩინელები და რუსები დაეპატრონებიან და ვერ უვლით ფაქტი, ოღონდ მართლა ვერ უვლიან. უსაფრთხოების კუთხით რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს კონკრეტული დანია ან ზოგადად ევროპის კონტინენტი, აი თითქოს მეხუთე ხარისხოვანი იყოს. ხო? ეს პატარა მოსახლეობის რაოდენობით პატარა ცოტა მოსახლეობით გრენლანდია. ამიტომ ეს ერთობა აუცილებელია, მაგრამ ნაბიჯი ქიმია ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის შედგება მაშინ, როდესაც თანხმედრი იქნება გადადგმული ნაბიჯები და ეს კიდე ფისხი კაცია ცოტა, ესე მგონია მე ტრამპი. ოღონდ როგორი სიტუაცია, რაც შეეხება ევროპას და ამერიკას შორის ურთიერთობას, აქ ის სიტუაცია, როდესაც როგორც ამბობენ ორი ადამიანი რო ჩხუბობს, შესაძლებელია რომ ორივე დამნაშავე არის. რატომ? მოდი განვიხილოთ ერთი მხარე. ისტორიული თვალსაზრისით ევროპის ეკონომიკური განვითარება და მისი ასეთი განცხრომი ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განაპირობა იმან, რომ ამერიკა ევროპას იცავდა. წლების განმავლობაში შენიცი რომ მე ევროპაში ვსწავლობდი და ცხოვრობდი და ძალიან ხშირად ვიყავი და ვარ ხოლმე და ძალიან ნერვებს მიშლიდა, როდესაც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩავდიოდი და ვისმენდი ამერიკელების გინებას. მეუბნებოდი ხალხთან რომ რაღაც მადლიერების გზნობა ხონდა გქონდეთ, აი რაღაც მინიმალური მაინც. განსაკუთრებით გერმანელებს ხონდა გქონდეთ მადლიერების. რომ და ფრონტირზე ჩვენა ვართ, ჩვენ ვებრძვით რუსეთს და თქვენა კარგად ახართ და მე ჩამოდიხარ ჩვენთან საქართველოში ან სადმე კიდე აღმოსავლეთ ევროპაში და ჭკუას გვასწავლით, რაღაც საკითხული დაწერილი საკითხული გაიდლაინებით, ხო? გაიდლაინებით თეორიულად რაღაცა ჭკუას გვასწავლით. ეხლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კამათი მქონია დამწყებ პოლიტიკოსებთან, გერმანელებთან და რაღაცა ესეთი, ხო? და არა აქვთ არგუმენტები, როდესაც დაუდებ ამ არგუმენტებს, თავს ვერ იცავენ, იმიტომ რომ თეორიულ სამყაროში არსებობენ. ეს ერთი მხარე იყო ყოველთვის. მეორეს მხრივ და უმადურობა და ამას ამერიკელები გრძნობდნენ მართლაც გრძნობდნენ, რომ ესე იგი მე შენ გიცავ და შენ კიდე აქით მაფურთხებ კიდე, ხო? უკმაყოფილო ხარ კიდე ამეთი. მეორეს მხრივ სიტუაცია არის ის, რომ ევროპელები ყოველთვის ცდილობდნენ გრძნობდნენ საფრთხეს, რომ არ გადაქცეულიყვნენ ამერიკის კოლონიად. რაღაც გარკვეული თვალსაზრისით და ეს მათში იწვევდა ამ წინააღმდეგობის შეგრძნებას. მესამე არის ის, რომ რასაც შენ ამბობ ეხლა გრენლანდიასთან დაკავშირებით, ხო? აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ასე თქვა, რომ ეხლა მე ავდგები და ჯარებს შევიყვან. ხო, სწორია, მაგრამ არასწორია, ხო. სწორია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ უნდა მისცენ რუსებს და ჩინელებს. და არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ მეგობრებს ესე არ ელაპარაკებიან. რომ ეხლა ავდგები და ჯარებს შევიყვან და დავიპყრობ ამას და გათავდა საქმე. ნუ ეხლა ვიღაცამ, ვინც ტრამპის მომხრეა, შეიძლება მითხრას, რომ ლევან, იცი, ეს პროვოკაცია იყო, ტრამპი მართლაც პროვოკატორია, ძალიან ხშირად კარგი თვალსაზრისით, რომ ეიძულებია ევროპელები, რომ რაღაც განძრეულიყვნენ და რაღაც გაეკეთებიან. ნუ ნაწილობრივ მოახერხა, ხო, მაგრამ ესე იგი ამან გამოიწვია ძალიან ნეგატიური აღქმა ტრამპის პოლიტიკასა ევროპაში და როდესაც ტრამპს მართლა დასჭირდა ევროპელების დახმარება, ევროპელებმა უთხრეს, რომ ჩვენ ნატოს ფარგლებში საერთოდ არა ვართ ვალდებული შენ ომში დაგიხმარო, იმიტომ რომ შენ არავინ თავს არ დახსხმია. შენ ომს ატარებ და ჩვენთან კონსულტაციები არ გაიარე, არაფერი არ შეათანხმ. ეხლა როცა გაგიჭირდა, მოდიხარ და გვეუბნები რომ დამეხმარი და რატომ უნდა ამ შემთხვევაში ძალის და დედამთილის მართლები არიან თუ სიძე და სიდიდეც რომ ტრამპის პოზიცია იყო ესეთი, რომ ევროპაში ომი თქვენი ომია, კი თუ ძალიან შემეხვეწებით, მაშინ უკრაინას შეიარაღების რაღაც ნაწილს მივყიდ, მაგრამ არ დავეხმარ. ისეთ თემაში შეუხვიე, რომ
მე უნდა ვალდებული ვიგუნდა ვიყო თითქოს დავსვა კითხვა პატრიოტებზე, სადაზე რო ინფორმაციაზე გთხოვ, გავდოთ სხვა დროისთვის. ხო. ერთი უცნაური კითხვით უნდა მოგმართო, პრინციპში ვამთავრებთ ჩვენ გადაცემას, თუმცა ძალიან მინდა გულახდილად გეტყვი, რომ გავაგზავნოთ იქნება და თქვათ ერთ კვირაში თუ შენ გექნება შესაძლებლობა ის თემებითაც შევავსოთ, რა თემსაც ახლა ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ ერთი უცნაური ამ კითხვით ჩვენთვის არავის მოუმართავს. გარწმუნდით. ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის კითხვა. პირადი კითხვა, უფრო. ამ კითხვაზე მიპასუხებ თუ არა, ხო? და გაწევ მეორე კითხვას. შეგნებულად დავსვამ ამ 1 მილიონი დოლარი. ვერ გავიგე. და უკვე ისეთი შესავალია. 1 მილიონი დოლარი გააქვს. ან გაიგე. არა. რო გქონდეს შენ განახორციელებდი ინვესტიციას ლევან ასე უწოდებენ მაინც და მაინც არა ვარ ამ ამგვარი სახელწოდების მომხრე, მაგრამ მაინც არაბულ პროექტებში გონიოში თუ კრძანიშში თუ აი მაგალითად რო იყოს გახსნილი ინვესტიციებისთვის ღია რო იყოს NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ქარხანა სომხეთში, რომელიც შენდება და პრაქტიკულად აშენებულია, მაგრამ შენებობის პროცესშია, ესე ვიტყვი. პასუხი ვიცი შენ. ანუ შენ გონიოში, რომელიც ძალიან გიყვარს, ან კრძანიშში, რომელიც არანაკლებ გიყვარს და აი, ვინც ის და იქნება გჭირდება კიდეც უძრავი ქონება ან კრძანიშში, ან გონიოში, ან ორივეგან. 9.5 მილიონს გადაიხდიდი, მაგრამ დაფიქრებული კაცი ბრძანდები რა, შენ ბუნებრივია, რომ განახორციელებდი ინვესტიციას მილიონის ონის ფლობის შემთხვევაში, სწორედაც რომ მაღალ ტექნოლოგიებში ასე ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით მუშაობ კიდეც ეს შენი. დიდი ალბათობით კი, იმიტომ აი ახლა ეს კითხვა შესავალი თუ კითხვა თუ რიტორიკული კითხვა თუ რაღაცა აზრი განვავითარე, იმიტომ რომ შენ ამიხსნა აყურებელს აუხსნა. კავკასიის რეგიონის სადარიაბასობაში, კავკასიის რეგიონის 2/3 და 1/3 სად ჩარჩა კი არა, სად რჩება ამასობაში, ეს არის პრაქტიკულად ბოლო კითხვა 5-7 წუთი შენი მონოლოგისთვის. შენ ას გულისხმობ სად არის თუ შეიძლება პოლიტიკურად სად არის, სად აღმოჩნდა აზერბაიჯანი და განსაკუთრებით სომხეთი ადეკვატურობის თვალსაზრისით და არაადეკვატურობის თვალსაზრისით გავამარტივე თითქოს მაყურებლისათვის და ლევასაც მივეცი ერთგვარი პასიო რო ასე რო ამბობენ. ხო, სად აღმოჩნდა 1/3 საქართველო, რომელიც გამოეკიდა ამ ინვესტიციას იქანაც სულ შესაძლოა კარგსაც, მაგრამ ამაში არ შევალ ეხლა ხო იქ რაღაც გონიოში 5 სართულიანი უნდა იყოს თუ 8 სართულიანი 127 კვადრატი თუ 129 კვადრატი ამაზე ვერ დავწრილმანდები ეხლა იმიტომ რომ მე ვხედავ რომ აზერბაიჯანი ეხლა ჩაასხეს ახალი 201 მილიონი დოლარი მისცეს ეხლა 200 მილიონი ამერიკელებმა იქ ტრიპი შენდება ანუ ეს ტრამპის გზამშვიდობისა და კეთილდღეობისა იქ NVIDIA-ს ქარხანა შენდება და მე ჩვენ ყველანი ერთად მაყურებელი და ასე შემდეგ ვლაპარაკობთ იმაზე რომ აი იცი რა არის და რაღაც და განვიხილავთ მეხუთე ხარისხოვან თემებს მე ხადია ის მეხუთე ხარისხოვანი თემებიც მაინტერესებს და პირველ ხარისხოვანი ამ მეხუთე ხარისხოვანებში არის ომი ვინდა რა საკვირველია რუსეთმა დაიწყო აბა რა თუნდა მას ლაპარაკი რა 8 აგვისტო 7 აგვისტოა ხალხო და საერთოდ 235 წელი 200 რამდენი წელი 26 წელიწადია თუ ას შემდეგ ოკუპანტია თუ მეტი არა ამაზე აღარ ვიხარჯები ლევად შენ მითხარი რა პერსპექტივაა კავკასიის რეგიონს და საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებები რომ აი ჩვენ ვართ რაღაცა შუა დერეფანი ვართ განა არა ვართ მაგრამ პერსპექტივას იძენს კი ხორც შესხმული იქნება კი ეს ყველაფერი თუ ადეკვატური არ იქნები რამდენი ვილაპარაკე უკვე დავიხალე მე მგონი შენი დროც წავიღე რა არა შავს მე შევეცდები უფრო მოკლედ მითხრა სამხრეთ კავკასიაში მოხდა ძალიან საინტერესო პროცესები ბოლო რამდენიმე წელიწადში დავიწყოთ აზერბაიჯანით, როგორც ყველაზე ძლიერი სამხრეთ კავკასიული ქვეყნით, როგორც რიცხობრივად, ასევე ეკონომიკურად. შენიც მე აზერბაიჯანში მიწევს ხოლმე ყოფნა, ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე და ძალიან მიყვარს აზერბაიჯანელები, ძალიან მემაჩნია რომ ძალიან გულიანი ხალხი არიან.
სხვათა შორის ძალიან აი სადაც არ წავსულვარ ქართველების სიყვარული და პატივისცემა მესმის იქა სომხებსაც ეგა სხვათა შორის. კი სომხეთშიც იგივეა და კეთილად მიხარია როცა ვხედავ როგორ ვითარდება აზერბაიჯანი ეკონომიკურად. აი ჩვენ საერთოდ გვერდზე არ ვდგავართ აზერბაიჯანთან, ისე ვითარდება აზერბაიჯანი ეკონომიკურად, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია აზერბაიჯანში არ არის. მე ვიტყოდი, რომ მართვის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ემირატი და იმას დემოკრატიულ რესპუბლიკას დაარქვევ თუ პიტერს და პამიდორს, მაინც ემირატია სტრუქტურულად რა. აზერბაიჯანის ლიდერმა რაც ძალიან გაუბართლათ აზერბაიჯანელებს, იმიტომ რომ გამოდგა რომ ძალიან ჭკვიანი მივიღავთ, აი ჭკვიანი ეს კაცი შევა ისტორიაში აზერბაიჯანის აუცილებლად. მოახერხა ის რომ აი 20 თუ 30 წელი იჯდა და დანას ლესავდა და როდესაც დადგა დრო, აი მაშინ მოიქნია ეს დანა და გაიმარჯვა. ხო, მე ვიცი რომ ეხლა ჩვენ სომეხ ძმებს ეწყინებათ ბევრს, მაგრამ ფაქტია ესეთია რომ ეს ყარაბაღის ომი მოწყობილი იყო რუსეთის მიერ იმისათვის რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყოფილიყო ეს განხეთქილების ტერიტორია და სამწუხაროდ სომხეთი წამოეგო ამას და წავიდა ამაზე იმის მაგივრად რომ არ ეთამაშათ რუსული თამაში და აზერბაიჯანი გარდაუვალად ჩუმად და ნაბიჯ დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანი ხონდარბაშია დაწყებული ეს კონფლიქტი დაწყებული ეს კონფლიქტი რუსულ თამაშს და გადავიდა თურქეთის მფარველობის ქვეშ. სომხები როგორც ძალიან ჭკვიანი და პრაქტიკულად მოაზროვნე ხალხი ყველა არა რა თქმა უნდა რაღაც მომენტში მიხვდნენ რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მათი მთავარი ინტერი აზერბაიჯანი კი არა რუსეთია. რაც მე ძალიან მიხარია. და იმედია ფაშინიანი გაიმარჯვებს და ეს ადამიანიც შევა ისტორიაში როგორც ადამიანი რომელმაც სომხეთი გახადა და გადაარჩინა რუსეთის კოლონიად ყოფიდან. რომ ფაქტიურად არ დამავიწყდება სტუმრად მყავდა ერთი 6-7 წლის უკან სომეხი იურისტი ერევანიდან და აი გულგატეხილი ადამიანის შეყვარებული თავის ქვეყანაზე მეუბნებოდა ლევანო ჩვენო სახელმწიფო აღარა ვართო ჩვენო ვართო რუსეთის კოლონიაო და ჩამომითვალა ათობით მახასიათებელი ახლა ჭკვიანი კაცი იურისტი რომელმაც წინვალე ჩამოაყალიბა სომხეთი უკვე სახელმწიფო აღარ იყო. ანუ სამი ქვეყნიდან ერთი არ წავიდა ევროპაში და მაინც მიუახლოვდა ევროპას იმ გაგებით რომ თურქეთის გზა აირჩია განვითარებისა, მეორე ცდილობს რომ წავიდეს ევროპაში, მით უმეტეს რომ ისტორიულად სომხეთის და საფრანგეთის ურთიერთობები ყოველთვის, აი როგორც ჩვენ გვქონდა ისტორიულად გერმანიასთან რაღაცნაირად კარგი აწყობილი ურთიერთობები, მეტი მჭიდრო კავშირი ჰქონდა საფრანგეთთან და ჩვენ გერმანიასთან, კი ბატონო. და იმედია რომ ამას მოახერხებენ ახლა ეს უბრძოლველად რუსეთი ამ ტერიტორიას არ დატოვებს და ცდილობენ ყველანაირად რომ სომხეთი დაიბრუნონ თავისი გავლენის ქვეშ, ჩვენთან ეს გამოუვიდათ. მოდი ღიად ვთქვათ რომ ჩვენ დღესდღეობით გვყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, უკვე ყველა ნიღბები მოშორებულია, გამოდის ადამიანი რომელსაც პრეზიდენტს ეძახიან და პირდაპირ ოკუპანტს ეძახის ეგრეთ წოდებულ ოკუპანტს. ადამიანი რომელიც პრემიერ-მინისტრად არის დასახელებული, გველაპარაკება ლავროვის ტექსტებით. ხო, ღიად მიდის მომზადება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და მე ამის უკან გადათამაშება მოგვიწევს 10 წლეულები. კი ბატონო. ხო? ესე იგი, სამი ქვეყნიდან ჩვენ გვყავს ორი ქვეყანა, რომელიც მეტნაკლებად გავიდა რუსეთის გავლენიდან. პირველი ქვეყანა, რომელიც ცდილობდა რუსეთის გავლენის ქვეშიდან გასვლას, ვიყავით ჩვენ, მაგრამ ესეც ისტორიულად ლოგიკურია, რომ რაღაც გარკვეული რევანში უნდა მომხდარიყო და მოხდა. აი აქ ვართ ახლა ჩვენ, ეს სიტუაცია, რომელიც აქვს არ არის მყარი. იმიტომ რომ საქართველოს
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებული იყო წლების განმავლობაში, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი გარდაუვალად გაიმართებს ამ ომში და ამ შემთხვევაში მათ ექნებოდათ ეყოლებოდათ ომში უკრაინაში, ხო? ხო, ომში უკრაინაში, ხო, და ეყოლებოდათ ძლიერი მხარდამჭერი და აი ქუჩურად რუსულად ვიტყვათ, კრიშა ეყოლებოდათ, ესე იგი ისეთი, რომ ვერავინ ხელს ვერ მოკიდებდა. ეხლა უკვე მათვისაც კი გახდა ცხადი, რომ რუსეთი სულს ღაფავს, დაღაფავს ამ სულს თუ არა, ჯერ არ ვიცით ბოლომდე, მაგრამ ყველა მინიშნებები ამისი არსებობს და შეეცადენ ეხლა რომ არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, აი რაღაცნაირად გაუგორდენ ჩინეთს. და აქ იწყება ყველაზე მთავარი. ეხლა წარმოვიდგინოთ, ჩინეთს აქვს ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, რომელიც არის ბრუნი არის ტრილიონობით. არ ვიცი, არ მინახავ სტატისტიკა, არ მინდა მოვიტყო, მაგრამ ტრილიონობით აღიწერება ეს სავაჭრო ორმხრივი ბრუნი. ჩვენ აქ უფრო მეტად გვაინტერესებს არა შეერთებული შტატები, არამედ ევროპა და საქართველოს ადგილი მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველო იყოს სატრანზიტო ქვეყანა. მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი არიან ცდილობენ გახდნენ ევროპის ნაწილი და საქართველო ბოდიში და გაეკვეხა შუაში როგორც რუსეთის პროქსი სახელმწიფო, როგორც ჩიხი ამასთან, ეს მნიშვნელოვანია. გეოპოლიტიკურ რაც იყო სომხეთი ცოტა ხნის წინ გეოპოლიტიკური ჩიხი. ახლა შეცდები ჩიხი. ხო, ფაქტიურად ამ შემთხვევაში ეს გატარება ამ პროდუქციისა, რომელიც უნდა იყოს ეს აბრეშუმის გზა, წყდება. იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა, ვინც დაინტერესებულია, რომ აბრეშუმის გზა არ შედგეს, ეს არის რუსეთი. გასაგებია, ხო? და ეხლა სიტუაცია არის ესეთი, რომ ესენი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დაუკავშირდნენ და გახდნენ ჩინეთის ვასალები და ჩინეთი საქართველოს გულისთვის ევროპასთან კონფლიქტს არ დაიწყებს. აი წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს ოქროს ტომარა და ამ დროს მოდის ჭიანჭველა და ჭიანჭველას მოაქვს ოქროს ნამცეცი. და გეუბნება, მოდი ამ ნამცეცს მოგცემ და ტომარა გადააგდეო. გადააგდებ ირაკლი? ზუსტად. მე არ მინდა არავის ვაწყენინო. უბრალოდ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში ეს არის აი სწორედ ის ჭიანჭველა თავისი ნამცეცი. ეს ყველაფერი ამათ არ გამოუვათ. ეს ყველას ესმის, ვინც ეკონომიკაში ერკვევა, ისტორიაში ერკვევა, პოლიტიკაში ერკვევა, რომ ჩინეთი რა სიტყვის, ჩინეთი გინდა ჩვენთან იყოთ, ჩვენი მფარველობით იქნებით რა, მაგრამ შენი გულისთვის ჩინეთი აფერს არ გააკეთებს. ჩვენი გზა ისტორიულად თუ ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ ისევ საქართველოს და ისევ ეკონომიკურად გავძლიერდეთ, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ აბრეშუმის გზის ნაწილი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში. თუ ჩვენ ვითამაშებთ იმ თამაშს, რა თამაშიც დაიწყო სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ანუ გავხდებით ევროპის ნაწილი. მაშინ ჩვენ ხდებით საინტერესო ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ვართ ტრანზიტი ევროპისკენ, მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთთან უნდა შევწყვიტოთ ეს თამაშობანანი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება დღესდღეობით ატარებს. რაც არ არის სწორი ქვეყნისთვის. დანარჩენი დავივიწყოთ, ხო? ჩვენ მარტო ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ ახლა. აი ესეთი სიტუაციაა და ჩემი პროგნოზი ეს არის, რომ რა ვიცი, როგორც კი რუსეთის პრობლემა გაუარესდება და რუსეთს პრობლემები გაუძლიერდება, ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრ ცვლილებებს დავინახავთ. ლევან ფესვიანიძე იყო ჩემი სტუმარი. ლევან, აქვე შეგიგულე, ანუ პირობას მივიღებ შენგან და დაახლოებით ერთ კვირაში ხო ეს ამგვარი ინტერვიუ 61 წუთია უკვე გრძელდება. კი გქონდა მედალევას წინასწარი შეთანხმება ან მოლაპარაკება ან შანაფიქრი რომ 35-40 წუთი გაგრძელებული იყო, აგე ბევრად მეტი გაგრძელდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვის ლევანი იყო უაღრესად საინტერესო სტუმარი, რესპონდენტი ჩემი. აქაც ამ სივრცეშიც ვირტუალურ სტუდიაში და
თუ შესაძლებელი იქნება გადაცემაში კონტექსტი. 7-21-მდე ყოველდღე მე ეთერში ვარ, თუ შენ თბილისში იქნები, იქნება და მოხერხდეს ჩვენი შეხვედრა. ლევან ფესვიანძეს ურმესი მადლობა, წარმატება და გამარჯვება მას და ჩვენს ქვეყანას. ნაყოფის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.